ავღანეთში 3 ქართველი ჯარისკაცი პატრულირების დროს მსუბუქად დაიჭრა. კაპრალ ერეკლე ხარშილაძისა და უმცროსი სერჟანტი იაკო კაკულის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მკურნალობას გერმანიაში გადიან. პატრულირების დროს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა რიგითი გურამ ჩიმახიძე. ის მძიმედ დაიჭრა. იგი ბასტიონის ჰოსპიტალშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ნაღმი აფეთქდა და ამას არ მგონია რომ თვითონ ნაღზე დაცემულიყო, იმიტომ რომ მაშინ სულ დაშავდებოდა, ხო? მარცხენა ფეხი აქ მუხლის ქვევით ეს წვივის მესამედი აქვსო დაკარგულია. მკურნალობას ექვემდებარება სიცოცხლისთვის საშიში წინაპირობებს არაფერი არ ქმნის, რომ სიცოცხლის საფრთხე შეუქმნას, არის ცოცხალი და მკურნალობას გადის გერმანიაში. სომეხთა ეპარქიის პრესსამსახურის ინფორმაციით ხელისუფლების შეცვლისა და 2012 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად კვლავ თავისუფლებაშია ჩახალიანი, რომელიც 2001 წლიდან ჯავახეთში სომხური ეკლესიების შენარჩუნების, სკოლებში მშობლიური ენის სწავლების, ჯავახეთის სომხების უფლებათა დაცვის მიმართულებით საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. მე ვიბრძოდი სამართლიანობისათვის. ჩვენი მოვალეობაა ერთგულნი დავრჩეთ ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ენისა და ჩვენი ხალხის და ეს იდეები გადავცეთ ჩვენს თაობებს. ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვარო მერაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ვაჰაგ ხაჩალიანის გათავისუფლება ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებად შეაფასა. გაათავისუფლეს საქართველოს სახელმწიფოების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო ჩახალიანი. მე მინდა გითხრათ, რომ ჩახალიანი არის ბოლო წლების ჯავახური სეპარატიზმის სულისჩამდგმელი. იგი იყო ლიდერი 2003-2008 წლებში საქართველოს გაძლიერების, რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის წინააღმდეგ მოძრაობის, ჯავახეთის საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო, ჯავახეთში მთავარი მტერი ქართული სახელმწიფოებრიობის, რუსეთის სამხედრო დაზვერვის დაუფარავი ემისარი და ამით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენეს ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ საქართველოს მომავალს. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი პირადად ინფორმირებულია რა ზიანის მოდენა შეუძლია მას საქართველოსთვის და მაინც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება ჩემის აზრით, რომელიც ქართულმა ახალმა ხელისუფლებამ მიიღო. ამ ფონზე ქართულმა ხელისუფლებამ დააპატიმრა ცეზარ ჭოჩელი. მე მასზე ბევრს არ ვისაუბრე, მე გეტყვით მხოლოდ ერთს. ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატრიოტი საქართველოსზე. იგი ეხმარებოდა ყველა დაჭერილი და გარდაცვლილი კონფლიქტის ზონაში პოლიციელის თუ საქართველოს სხვა მოქალაქის ოჯახებს და იგი იყო რეალური პატრონი და დამხმარე ახალგორე და მტოლული საქართველოს მოქალაქეების. საქართველოს პრეზიდენტის გაცხადებით ვაჰაგ ხაჩალიანი ვლადილავ არწიმბნას მასშტაბის დამნაშავეა და კრიმინალია. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ჯავახის ერთ-ერთი ლიდერის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში ისაუბრა. ეს ადამიანი განთავისუფლეს სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ მეორის თხოვნით, რომლითაც მან მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მე მოვისმინე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტები ამის თემაზე და სრულიად არადამაკმაყოფილებლად ჩავთვალე ისინი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვერ გაექცევა პასუხისგებლობას იმაზე, რაც გადაწყვეტილებას, რაც მთლიანად ერთპირობლად მან მიიღო და ეს არის ძალიან მძიმე პასუხისგებლობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე. მან მე ვფიქრობ დაუშვა მძიმე გადაცდომა, რომელიც ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ქართველ ერს, საქართველოს სახელმწიფოებრიობას უახლოეს კვირეების, თვეების და წლების განმავლობაში. ამ ადამიანს ჩახალიანს და მე არ მინდა ხაზი გავუსვა მის ეთნიკურ წარმომავლობას, იმიტომ რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გვყავს ბევრი ეთნიკურად სომეხი, რომელიც იარაღით ხელში იცავდა მათ შორის ბოლო წლების საქართველოს დამოუკიდებლობას.
და ის ხალხი, ვინც დღესაც მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ვინც მსახურობს საქართველოს პოლიციაში, ვინც არის საქართველოს პატრიოტი, ყოველდღიურად აშენებს ჩვენთან ერთად საქართველოს, ამიტომ ამას ეთნიკურ წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ეს კაცი არის ძალიან კონკრეტული წარმომადგენელი არა სომხეთის, იმიტომ რომ სომხეთის ინტერესებში არ შედიოდა მისი 6 წლით ადრე გარეთ გასვლა და მე ძალიან კარგად ვიცი, იმიტომ რომ ძალიან კარგი და დიდი ხნის ურთიერთობები მაქვს ჩვენ სომეხ კოლეგებთან, სომხეთის პატრიოტებთან, სომხეთის ლიდერებთან. ეს ადამიანი არის რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირ რეზიდენტი, წარმომადგენელი საქართველოში. ის მუშაობდა წლების განმავლობაში რუსეთის გრუს რეზიდენტურასთან. მან დაარბია საქართველოს ეკლესიის ეპარქია ახალქალაქში, მან დაარბია ქართული უნივერსიტეტი ახალქალაქში, მან დაარბია ქართული საქართველოს გამგეობა ახალქალაქში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. მან დაარბია ქართული პოლიცია ახალქალაქში. ისე წინააღმდეგებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ახალქალაქში და ისე წინააღმდეგებდა რუსული სამხედრო ბაზის გასვლას ახალქალაქიდან. საქართველოს ყავს გარემტრების წარმომადგენლები და ამ მთავრობამ გაუშვა შკრილნიკოვი, გეორგიანი, ისინი იყვნენ საქართველოს ოკუპანტის წარმომადგენლები. და ამათ რუსეთი გაიყვანს და წაიყვანს. თუმცა დაზვერვის დეპარტამენტი საქართველოს აწარმოებდა ადრე მოლაპარაკებებს, რომ ისინი გაეცვალა იმ ხალხში, ვინც საქართველოსთვის დაზვერვისთვის გასამართლებული იქნა რუსეთში, ჩაშალეს ეს მოლაპარაკები, არაფრის გულისთვის გაუშვეს რუსეთის ჯაშუშები. ამას კიდე არ აუშვებს. მაგრამ ახლა გაუშვეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის შიდა მტერი. ადამიანი, რომელიც მოითხოვს საქართველოს სახელმწიფოს დანაწევრებას, საქართველოს ტერიტორიის დანაკვწებას, საქართველოში არეულობას და საქართველოში შეიარაღებულ შეტაკებებს და საქართველოს სამოქალაქო ომს. სოზარ სუბარმა იცოდა ამის შესახებ და რაღაც პასუხიც გასცა და არც მახსოვს სხვათა შორის რაზე იყო საუბარი. ამაზე ბიძინა ივანიშვილმა დავოსში ვაჰაგან ხაჩალიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტირებისას განაცხადა. სასომხეთის კათოლიკოს პატრიარქმა. და ჩემი პოზიცია იქაც უნდა გენახათ, ალბათ ჩანაწერებიც არსებობს. ის რაც მე არ მეხება, როგორც ეს მე არ ვეხილ. მე არ განსაზღვრობ არც პატიმრების გათავისუფლებას და არც დაჭერას და არც პროკურატურას არ მიუთითებ. და იქაც ეს კარგი მაგალითი იყო. მე დამისვე შეკითხვა, იმ წუთში გადავა მისამართე და მე პასუხი არ გამიცე, მე არა ვარ კომპეტენტური, მეთქი უპასუხე და იქ რაღაც პასუხი გასცეს. მე არ უწყვიტავ ესეთ საკითხებს დამიჯერეთ. დამიჯერეთ, რომ ის ვერტიკალი რაც არსებობდა საქართველოში, რომ ერთი კაცი წყვეტა ყველაფერს, ეს აღარ იქნება. და ამის პრეცედენტი უნდა დაიწყოს პასუხო სოზარ სუბარი იყო. მე მგონი რაღაც იცოდა ამის შესახებ და პასუხიც გასცა და არც მახსოვს სხვათა შორის რაზე იყო საუბარი. დილის 8 საათიდან ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. მძღოლები ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის გაუქმებას, ნორმალური შრომის პირობების შექმნასა და დღიური გეგმის შემცირებას ითხოვენ. თავარი მოთხოვნა არის დაგვიკლონ გეგმები, პირველ რიგში საგადასახადო მოგვიხსნან, საგადასახადო დავალიანება ვისაც აქვს ბანკში ამგენის გამო ჩამოიწეროს და ადამიანური მოპყრობა მძღოლების დაიკლოს ტარიფები. ხელშეკრულებაა დადებული ისეთი მძღოლებისა და ამ საათის შორის, რომელიც არანაირი ციტატა არ არის ერთ-ერთი მოყვანილი, რომ აქ იყოს მძღოლის ინტერესი დაცული. აბსოლუტურად. პირიქით, სანამ მუშაობდა ეს მანქანები იმუშავა რაღაცა და ეხლა როდესაც უკვე სვეთა დაეწყო, ორმაგი სამაგი ფასები უჯდება მძღოლებს შენახვა ტრანსპორტის. იმედი გვაქვს, რომ დღის განმავლობაში ქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ბატონი ჯოხაძის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაქცია. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის მიკროავტობუსის ხელმძღვანელი ბატონი აკაკი ჯოხაძის ჩვენი ფრაქციის და მძღოლების საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა დღის ბოლომდე მოხერხდება და შევძლებთ კონკრეტული შეთანხმების მიღწევას. შალვა ნათელაშვილი აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. ამასთან დაკავშირებით ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა პრაიმ ტაიმის პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბრძოლა გრძელდება. ჩვენ პატივს ვცემთ ხალხის საარჩევნო გადაწყვეტილებას, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმებით, რადგან 1 ოქტომბერს მოხდა სცენაზე დეკორაციების შეცვლა მხოლოდ და მხოლოდ. საშინაო და საგარეო პოლიტიკა დარჩა იგივე, ჩაგრველი სისტემა არის იგივე, მაგრამ ამ პასუხისგებლობას მე პირადად ვიღებ ჩემს თავზე, რადგან მე დავაკელი როგორც ჩანს საქმეს
მე ვერ დავარწმუნე ხალხი ერთი დიქტატორის მაგივრად მივიღეთ მეორე დიქტატორი ივანიშვილის სახით, რომელსაც არ შეუძლია თავის თანაგუნდელებსაც კი აპატიოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული მისწრაფება, განსხვავებული სურვილი და ოცნებასაც კი არ პატიოს თავის თანაგუნდელებს.